მარიამ, დღეს შენთან ერთად ვისაუბრებთ ლინდა მალალი-ჰანთის თევზი ხეზე. რა შთაბეჭდილება გქონდა თავიდან, როცა დაიწყე ამ წიგნის კითხვა? რა მოლოდინი გქონდა? ძალიან მომეწონა მე ეს წიგნი. ძალიან საინტერესო იყო და ყველაფერს მოეწონება. რითი იყო შენთვის საინტერესო, მარიამ, ეს წიგნი? აი, ელი იყო ძალიან სასაცილო და თავის კლასელებიც და მისტერ დენიელსი ეხმარებოდა ელის. ჰგავს ამ პერსონაჟების ცხოვრება, თანამედროვე ბავშვების ცხოვრებას, აი თქვენს ცხოვრებას, შენი კლასელების ცხოვრებას აღმოაჩინე რაღაც საერთო? არა. არა? რითი არ ჰგავს? რა არის განსხვავებული? მაგალითად, ელის კლასელები დასცინიან. იმიტომ რომ კითხვა არ იცის. კი. შენ გქონია მსგავსი შემთხვევა, რომ ან შენ დაგცინიან, ან სხვა კლასელს დასცინიან ბავშვები? არა. არ გქონიათ. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, ესე იგი მეგობრული კლასი გაქვთ. შენთვის რაზეა ეს წიგნი პირველ რიგში? აი, რა თემები იყო წამოჭრილი? მეგობრობა იყო და სიცილი იყო და ვერი მხიარულობა. რომელი პერსონაჟები იყვნენ შენთვის ყველაზე საინტერესო ამ მისტერ დენიელსი და ელი. რითი მოგეწონა მისტერ დენიელსი? როგორი მასწავლებელია? მისტერ დენიელსი არის კეთილი მასწავლებელი, ელის ეხმარება ყველაფერში და მხიარულისა. მხიარული მასწავლებელიც არის. მოგწონს მისტერ დენიელსი? კი. შენ როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, რომ არ ეჭვოს, უნდა დაეხმაროს. თუ ბავშვები ცუდად მოიქცევიან, რა უნდა გააკეთოს? მაგალითად არ უჯერებენ. თუ არ უჯერებენ, ხმაურობენ, არ ჩერდებიან, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? ჩემი აზრით უნდა დაარიგოს, მოუყვას, როგორი არ შეიძლება და. შენ რომ მასწავლებელი იყო მისტერ დენიელსის ადგილას, როგორ მოიქცეოდი? ანუ ელის ხომ არ შეუძლია კითხვა და წერა. ეგეთ დავალებებს ხშირად არ მივცემდი, დავახატინებდი და რითი გამოირჩევა მისტერ დენიელსი სხვა მასწავლებლებისგან? ის ახატინებს ხშირად და უფრო ჭკვიანია. ასე ტყოდი მაგალითად შენს მეგობარს, რომელსაც ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი, რატომ უნდა წაიკითხოს? ანუ ძალიან საინტერესოა, ისწავლიან რამებს, აი ამ წიგნიდან. კარგი.